ნებისმიერი აივანი თანდათან ზიანდება. ამიტომაც ტექნიკურ შემოწმებას, სათანადო მიხედვასა და შეკეთებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტრუქტურული სისუსტე აივნის ჩამონგრევას გამოიწვევს. დიდი ხანია თბილისი ამ გამოწვევის წინაშე დგას. ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდგარი შენობების ბევრი აივანი დაზიანებულია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ მოქალაქეებსაც. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აივანი ხალხმრავალ ქუჩას გადაჰყურებს. ძირსვივა ბეტონის ნატეხები, კედელზე ბზარებია, იატაკი მონგრეულია, რკინას ჟანგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი აივნის სრული ან ნაწილობრივი ჩამონგრევის საფრთხე რეალურად არსებობს. სიტუაცია ბევრად მწვავდება ცუდ ამინდში, რადგან წვიმა და ქარი უფრო მეტად არღვევს უკვე მორყეული კონსტრუქციის მდგრადობას. აივნის უსაფრთხოებაზე პასუხს რა თქმა უნდა მესაკუთრე აგებს, რადგან ის სახლის შემადგენელი ნაწილია და ზუსტად ისე საჭიროებს მოვლასა და რემონტს, როგორც დანარჩენი სივრცე. ქალაქის მერია ავარიული აივნების მონიტორინგს, შემოწმებასა და კონტროლს არ ახდენს, მაგრამ ბინათ მესაკუთრე და ამხანაგობა თუ ოფიციალურად მიმართავს, სათანადო დასკვნების საფუძველზე მერია მათ დაეხმარება საჭირო სამუშაოების ჩატარების პროცესში, რაც მოიცავს რემონტს, დალუქვასა თუ დემონტაჟს. სანამ მსგავსი აივანი ადამიანებს დააზიანებს, მესაკუთრეებმა უნდა სცადონ სიტუაციის გამოსწორება და იზრუნონ როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების უსაფრთხოებაზე.